დიახ, გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სანქცირებულმა მოსამართლე ნინო ჭაბუკიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო და შალვა ესართია ზუგდიდელი მედროშე 7 დღიან პატიმრობაში გაუშვა. ჩვენ რამდენიმე წუთით ადრე მოვახერხეთ, სანამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა მოსამართლე, გავსაუბრებოდით შალვა ესართიას. ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მას მოლოდინი ჰქონდა, რომ დღეს დააკავებდნენ, რადგან ეს იყო პოლიტიკური შეკვეთა, რომელსაც დღეს მოსამართლე გააჟღერებდა და მომზადებული მოვიდა სწორედ სასამართლოში ჩუსტებითა და კომფორტული ტანსაცმლით. ის მიმართავს ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ქუჩაში დგას, რომ ბრძოლა არ შეწყვიტონ და გააგრძელონ. ადვოკატსაც ვესაუბრეთ, რომელიც საქმის გასაჩივრებას აპირებს და როგორც ადვოკატი აცხადებს, ის მტკიცებულებები, რომლებიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლო პროცესზე წარმოადგინა, არ იყო იმდენად მარწმუნებელი, რომ ეს განაჩენი გამოიტანა მოსამართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს მოწმის სახით დაბარებული ყავდა სასამართლოს ხდომაზე პოლიციელი ნიკოლოზ თორდია, რომელმაც თავის შეურაცხყოფილად იგრძნო იმ ბანერის ხილვის შემდეგ, რომელიც აქციაზე შალვა ესართიას ჰქონდა. თუმცა ჩვენ ვკითხეთ მას, თვლიდა თუ არა თავს მილიციელად და რატომ მიიღო ის საკუთარ თავზე, თუმცა ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თავს მილიციელად არ თვლის, თუმცა რატომ მიიღო ეს საკუთარ თავზე და რატომ არის შეურაცხყოფილი, ამ კითხვებს არ პასუხობს. ვერანაირად ამ პროტესტს და ამ მუხტს ვერავინ ვერ შეაშენებს და ვერ გააჩერებს. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული დაშინებისკენ, რომ ჩვენ მებრძოლ ადამიანებს, პატრიოტ ადამიანები შეგზღუდონ მაქსიმალურად დაშინებით, ყველანაირი ხერხით, რაც მათ ხელთ იქნება შესაძლებელი. ბრძოლა იქნება ბოლომდე. ჩვენ არ უნდა შევშინდეთ და ჩვენ არ უნდა დავთმოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი შვილების მომავალი. საქართველო იმსახურებს თავისუფლებას და ეს ასე იქნება. სამწუხაროდ ჩემ და გასაკვირად ვერ დადგა ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, სასამართლო იმაზე მაღლა, რაც მის კომპეტენციაში შედის, ის რომ მან გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება. არანაირი საქმის მასალებიდან გამომდინარე, ერთი ფარატინა ხალხს კი არ დევს იმისი დამამტკიცებელი, რომ ამ ადამიანს ის გულისხმობს შეუფარდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ჩადენილი აქვს ერთქმედება. აქედან გამომდინარე არის არასამართლიანი, უკანონო, დაუსაბუთებელი და შესაბამისად, როდესაც ჩავიბარებთ შესაბამის დადგენილებას, გავასაჩივრებთ ზემდგომ ინსტანციაში. ნიკოლოზ, მილიციელად თვითავს? მილიციელად თვითავს? მაშინ შეურაცხყოფილი როგორ დარჩით? მან დარეწერა არსად პოლიცია ბატონ ნიკოლოზ. რატომ იგზენით მაშინ თავი შეურაცხყოფილად? მაშინ რატომ იგზენით ბატონ ნიკოლოზ თავი შეურაცხყოფილად? სრულჩვენება მიეცით ბატონ ნიკოლოზ? მაშინ როგორ იგზენით თავი შეურაცხყოფილად, სადაც იყო პოლიციელი ნახსენები არ იყო? ანუ მილიციელად თვით ბატონ ნიკოლოზ თავს? მილიციელად თვით თავს? მილიციელი ხართ ბატონ ნიკოლოზ? ცეცხლი ოლიგარქიას თავისუფლება სინდისის პატიმრებს შეძახილები ისმოდა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან. შალვა ესართიას თანამებრძოლები და მეგობრები აცხადებენ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა მოსამართლემ, იყო წინასწარ დაგეგმილი, რადგან ეს არის პოლიტიკური დაკვეთა, რომელსაც დღეს მოსამართლეები უბრალოდ აცხადებენ და ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ, მანამ სანამ ყველა სინდისის პატიმარი არ იქნება თავისუფალი და აცხადებენ იმასაც, რომ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება ამით ცდილობს დააშინონ მოქალაქეები და ჩააცხრონ ის პროტესტი, რომელიც რამდენიმე თვეა ქუჩაში მიმდინარეობს. თავისუფლება რეჟიმის პეს! სოლიდარობა შალვა ესართიას! სოლიდარობა შალვა ესართიას! თავიდანვე პირველივე წამებიდან ჩანდა, რომ მისი გადაწყვეტილება იყო თავიდანვე წინასწარ გადაწყვეტილი და არ საზრდოობდა ამ განხილვით, რომელიც სასამართლო პროცესზე ჩვენ ნახეთ, კიდევ ერთხელ გავემეორებ, რომელსაც არ ქონდა პოლიციას არ ქონდა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულებები. საპატრულო პოლიციას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ეს არის პოლიტიკური დევნა ზუგდიდის მედროშეზე, შალვა ესართიაზე. არანაირი კავშირი, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არანაირი კავშირი ამას იურისპრუდენციასთან არ აქვს. მოვიდნენ, დაესრონ უბრალოდ ადამიანები და ნახავენ. უბრალოდ ესენი წინასწარ მოკლედ ჩაკოს დაფიქდნენ და დასაჯეს. მთელი ამბის ავანჩავანი არის ეს, რომ ჩაკო დასაჯეს. მოსამართლის წინასწარ განზრახული ჰქონდა ამ წარწერის გამო
ჯიან შაკო. შალვა ისართიას რამდენიმე წუთში გადაიყვანენ ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას 173 და 174 მუხლის პირველ ნაწილს ედავებოდა, რაც პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფას გულისხმობს და ასევე შეკრება მანიფესტაციის დროს სახის სხვადასხვა საშუალებით დაფარვას.